ჩანგზე დაკვრის სხვადასხვა მეთოდი და ტექნიკა იყო, რომელიც რამდენიმე ჩანაწერმა გაგვიცოცხლა. ის ჩანაწერები რო არა შეიძლება ვერც მოგვეფიქრებინა, რომ ესეთი ტიპის დაკვրա შეიძლებოდა ჩანგზე. ბევრი სტილი კვრებოდა ჩანგზე, იმიტომ რომ მრავალსიმიანია, მაგრამ დღევანდელობამდე არ შემორჩა. ნახეთ, აი ამას ეს მუცელი აქვს პატარა, აი ეს. რო ვუკრავთ მაგ დროს სიმი გადასცემს ვიბრაციას თვითონ დაბლა ნავს ხეს და კიდე უკანისვრის ბგერას და ბგერა ჟღერდება. როცა უკვე სასცენო ესე ვთქვათ ფუნქცია მიიღო საკრავმა, სმენელამდე რო ხმას მიეღწია და დაგჭირდა უფრო დიდი ჩანგები. მე ნელ-ნელა აკეთებენ უფრო დიდ, ასე ვთქვათ, დაბლით ამხარეს ნავს ეძახით. ღვებს სვანურად, ანუ ეს ნავი დაბლით ამხარე რაც არის, ეს უფრო დიდი კეთდება, დიდი ხმა ჟღერდება. მაგრამ ეს დიდი ხმა იმ ხასიათს უკარგავს, რა ხასიათიც თვითონ ჩანგს ჰქონდა. ანუ ჩანგი არ იყო სასცენო, იყო ოჯახში კერასთან დაჯდებოდა, დაუკრავდა დამკვრელი ოჯახის წევრებისთვის, მაგრამ ესენი არ იყვნენ ასობით და 200-ობით და 100-ობით ადამიანი. ანუ სცენაზე რო ყველას გაეგო, ეგ ფუნქცია არ ქონდა ჩანგს და არც იყო საჭირო, რომ დიდი ხმა ქონოდა. მაგრამ დღეს უკვე როცა ეს საჭირო გახდა, მაგასაც ესე ვთქვათ, ფორმას უცვლიან, ესე ცუდია. შეგვიძლია დღეს გვაქვს ტექნიკა ისეთი, რომ ხმა გავაძლიეროთ, მაგრამ ეს ხმა გავაძლიეროთ, რომელიც თავისია, უფრო მაგის მომხრე ვარ და მაგას მოუწოდებს სხვასაც. იმიტომ რომ ჩანგზე დაკვრის ტექნიკა ფაქტიურად უფრო ნაკლებად შემორჩა, ვიდრე ჭუნირის. ადრე არ იყო ესე, რომ მაგალითად ჭუნირზე შემსრულებელი ყველა სიმღერას ასრულებდა, ანუ ყველა მელოდიას უკრავდა. მაგას გულისხმობ პერიოდს, როცა სასცენო დანიშნულება ჯერ კიდე არ ქონდა საკრავებს. ანუ ყველას ქონდა თავისი სტილი დაკვრის. რიტუალებში. ხო, შეიძლება ეს სტილი ცოტა მწირი ყოფილიყო დღევანდელ საშემსრულებლო ტექნიკასთან, მაგრამ იმ დროს ეს იყო ესე ვთქვათ, ზედაზღვარი ჭუნირის შესრულების. ჭუნირზე დაკვირა ეს არის სიმღერის ხასიათის გადმოტანა, ესე ვთქვათ, სამხმას აჟღერებ. ეს ჭუნირები მაგალითად ჩვენ რასაც ვამზადებთ, ძველი წესით არის შესრულებული. ძველი წესით არის გაკეთებული. ეს მაგალითად, აი, რო ავიღოთ ეს გრიფი, ანუ ტარი დაშორებული არის სიმებისგან კაი მანძილით, ანუ როგორც ფანდურს უკრავთ, ესე ვერ დავუკრავთ ამ საკრავს, იმიტომ რომ სიმს ვერ ჩავიტანთ ტარამდე. ანუ დაკვრის დროს ხდება ხემის გასმის დროს რა ვიბრაციაც აქვს სიმს, ამ ვიბრაციის გაჩერება, ანუ ჰაერში ხდება ფაქტიურად აკორდების აღება. ანუ სრულიად არის დამოკიდებული ადამიანის სმენაზე, ზუსტად როგორი ბგერა სჭირდება. ხელა ნეჭი ჩანს, იმიტომ რომ ყურით მუშაობს. კი, იცი როგორ ამით მხოლოდ ყურით მუშაობს, იმიტომ რომ ბოლომდე ჩახვალ თუ რამდენზედაც ასე იგი ამუშავებ თიც
ყურის მიხედვით. კი, სწორად აღნიშნეთ. თავი არ არის მდგრადი, ტემპერატურაზე რეაგირებს, მუდმივად ხმას იცვლის. აი შეიძლება საკრავი აწყო და სცენაზე რო გახვიდე, იქ უკვე აშლილი იყოს. ან მოკლედ პრეტენზიულია. მოითხოვს შემდეგ ესე ვთქვათ, ტყავით შეცვლას, უფრო სუფთა ხმა რომ მოგწეს, ეს სიმიც უნდა შევცვალოთ, იმიტომ ეს არის ცხენის ძუ, ან ცხენის ძუის შემცვლელი, იგივე ზომის, ესე ვთქვათ, ხელოვნური მასალა. ამის შეცვლაც მოგვიწევს და თუ დახვეწვაზე მივდექით საკრავის, ისე მივდივართ ალბათ ან ჩელომდე, ან სკრიპკამდე, რომელ საკრავმაც უკვე ეს გზა გაიარა და ამ ფორმით ესე ვთქვათ, მოვიდა დღევანდელ დღემდე და ჭუნირის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს შეხება ზუსტად იმ საკრავთან, რომელიც აი ამ საკრავების ესე ვთქვათ, წინაპრად შეიძლება მოვიაზროთ და რომელთანაც ფორმა არ შეცვლილა, შეიძლება ორნამენტები შევცვალოთ, შეიძლება რაღაც მცირე რაღაცა შევცვალოთ, მაგრამ ძირითადი, ესე ვთქვათ, ჩონჩხი საკრავის პრინციპი, ხმის გაჟღერების პრინციპი და თვითონ ის ძველებური ხმა ისევ ისერჩებ. იმ წამში როგორ ხასიათზე ხარ, იმაზე არის დამოკიდებული, ანუ ამის საზომს ჭუნირი კი არ გაძლევს, საკრავი კი არ გაძლევს, შენი გემოვნება გაძლევს იმ წამში. აქედან გამომდინარე, ჭუნირის დაკვრაში იგრძნობა ადამიანის ხასიათი. ანუ სხვა საკრავებით შეიძლება იყოს ესეთი ქართული საკრავები, მაგრამ ამაში ჭუნირი წინა პლანზე შეიძლება დავაყენოთ იმდენად, ვერ დამალავ ხასიათს, როგორ ხასიათი იმ წამში ხარ. და ეს ფუნქციაც ალბათ დღემდე იმიტომ მოყვა ჭუნირს, რომ აი მაგალითად მიდიოდნენ დასატირებლად, იმ წამში შეიძლება სიტყვით ვერ გეთქვა, შეიძლება ვერ გამოგეხატა ისე, როგორც ამას დაკვრის დროს გამოხატავდნენ ხოლმე.